ბიძინა რუსი ამ პროცესს რასაკვირველია ვერ მოიგებს, ვერ გაიმარჯვებს, საბოლოოდ ის რასაკვირველია დამარცხდება, მაგრამ კითხვაც ესაა, პირველ ყოვლისა, როდის მოხდება რუსეთისა და რუსეთის უსიტყვო მონიც, ივანიშვილის ჯერ შესუსტება და უკვე შემდგომ მისი განდევნა დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური სივრციდან და მეორე, როგორ რა გზამეთოდებით მოხდება, ან უნდა მოხდეს ეს. დიქტატურის დამყარება გაგიკვირდებათ და სწრაფი ტემპით მიმდინარეობს პატრონს, რუსეთს, სადღაც და ძალიან ეჩქარება ხმას, ბიძინას, არც ნება აქვს, არც ძალა და არც სურვილი, რომ მოსკოვს არ დაუჯეროს. უნდა, რომ მათ შორის პირად კეთილდღეობას გადააყოლოს ეს ქვეყანა საბოლოოდ და აღდგენის პერსპექტივის გარეშე მოავერანოს ჩვენი სამშობლო. შესაბამისად, დღე არ გავა, რომ ქართულ სახელმწიფოში მოხვედრილმა კალიგულას ცხენებმა ტერმინია ასეთი შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ ვინმეს, არ მიიღონ რეპრესიული გადაწყვეტილება, აიკრძალოს ის, დაისაჯოს ეს, შევიწროვდეს ვინმე, გაუქმდეს, დაინგრეს, მოიწყოს, ბევრს მიადგნენ უკვე და კიდევ მეც მიადგებიან, მაგრამ სასრული ამას ოდესმე მაინც ექნება, ის დაიჭერს ათეულებს, ასეულებს, მაგრამ ვერ დაიჭერს ათასეულებს, სრულად ვერ ჩაკლავს სულს. დიახ, სული ჩაკლული ვეღარ იქნება, მიუხედავად უმძიმესი პერიოდისა, რომელიც წინ გველის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს გააქცევენ, ბევრს დააშინებენ და ზოგსაც სამწუხაროდ კონფორმისზეც კი წაიყვანენ და თუ ვცდები, თუ საწურთომან დამამხოს, დევცდებოდე ჯერ ერთი სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილის სახელოვანი და მეორე, აბა სხვა რა სიტყვაა სათქმელი გარდა, შეერთდით, იბრძოლეთ ამ ქვეყნისათვის, ამას შეეხება ჩემი ედიტორიალიც. მე გთავაზობთ ჩემს სუბიექტურ აზრს. 22 საათზე კონტექსტი ირაკლი ტაბლიაშვილთან ერთად.